ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, რომ და შეშფოთებას გამოთქვამდა საქართველოში თავისი მოქალაქეების არ შეშვების ფაქტების გამო უწყების ცნობით ყაზახეთის დელეგაციამ თბილისში ქართულ მხარესთან საკონსულო კონსულტაციების გამართა, რა დროსაც ყაზახურმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ჩამოსვლისთანავე ყაზახეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის და შემდგომი დეპორტაციის ხშირი შემთხვევების გამო. იქამდე კი ყაზახურ-ქართულ ეკონომიკური განვითარების სააგენტო აცხადებდა და განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში გახშირდა არაკორექტული მოპყრობა ყაზახი ტურისტებისადმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. მათივე განცხადებით, ყაზახები არასათანადო და შეურაცხყოფელ ქცევას აწყდებიან სხვადასხვა სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყოველდღიური კონტაქტი უწევთ ადგილობრივებთან. რა გამოწვევებია ქვეყანაში ამ მიმართულებით, რა საფრთხეებს ხედავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება, როგორც ეკონომიკური, ასევე ტურისტული ურთიერთობების თვალსაზრისით, გიორგი ჯახუტაშვილი, ყაზახურ-ქართულ ეკონომიკური განვითარების გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გვერდება სტუდიაში. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. გამარჯობა, მივესალმებ მაყურებელს. პირველ რიგში მე შეხვედრის შემდეგ ქართული მხარის პასუხი იყო, რომ მაისიდან ამგვარი ფაქტები მაისიდან შემცირებულია. როგორია დღევანდელი სტატუს quo, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ქართულ საქმის კურსში შეხვედრისა და მოლაპარაკებების, რომელიც გაიმართა საკონსულოში? კიდევ ერთხელ მივესალმებ მაყურებელს. დიახ, ნამდვილად იყო ეგეთი გამოხმაურება ყაზახურ სოციმედიაში და მედიაში და ჩვენც როგორც გაერთიანებას ორგანიზაციას დაგროვებული ქონდა უკვე არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენი წევრი ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც ექსპატები არიან და თქვათ, ჩამოდიან ყაზახეთიდან, მათი ოჯახის წევრები და ჩვენი უბრალოდ ნაცნობები მოხვდნენ იმ სიაში, რომლებიც თქვათ უკან გააბრუნეს, ან გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ საზღვარზე, ან სხვა ობიექტ, მათ შორის სხვა ობიექტებშიც ეს არის სატრანსპორტო საშუალებები, როგორც ტაქსი და ვთქვათ, სხვა მსგავსი და სასტუმროებში და რესტორნებში. შესაბამისად, ჩვენ ჩავთვალეთ უპრიანი არის ერთეული შემთხვევები, ხო, რაღაცა. იცით როგორ არის? ჩვენთვის მაგალითად ჩვენ რაც გვაქვს აღრიცხული გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 26 შემთხვევა იყო ჩვენთან მომართვიანობის. ეს შიდა მომართვიანობასაც გულისხმობთ, ცხადია ჩვენი ნაცნობებიდან, თუმცა აურიცხეთ და 26-ია. შეიძლება ეს საგანგაშო არ არის, მაგრამ ამ ერთი ორგანიზაციის ჭრილში ყურადსაღები არის და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ პირველ რიგში და ზრუნავთ საქართველოს ეკონომიკაზე და საქართველოს ეკონომიკის დიდი შემადგენელი ნაწილია ტურიზმი. ასე რომ კმაყოფილი ტურისტი ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ხედავ, რომ ყაზახეთის სოციალურ მედიაში და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებზე აგორებულია ნეგატიური საინფორმაციო კამპანია, რომ საქართველოში ჩვენ პატივს არ გვცემენ და მოდით იქით აღარ წავიდეთ, ეს ძალიან შემაშფოთებელია და ამ ნაბიჯები უნდა გადადგა. ჩვენ ყოველთვის ზრუნავდით ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მიმართულებით, თუმცა ტურიზმი ჩვენთვის ძალიან ახლო დარგია, ჩვენ ძალიან გაფაციცებით უყურებთ ამ ყველაფერს. განცხადების საჭიროება გამოიწვია შემდეგმა. ვინაიდან აქ არ არის მარტო სახელმწიფო სტრუქტურები და ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებთან გვაქვს პირდაპირ კომუნიკაცია. მაგას გარდა ჩვენ საზოგადოებისთვისაც გვინდოდა მიგვეწოდებინა ეს საკითხი, ვინაიდან ეს არის პრობლემა, უნდა გაითავისოს ყველა ტაქსის ძღოლმა, ყველა სასტუმროს მიმღებში არსებულმა ადამიანმა, ყველა მაღაზიის გამყიდველმა, რომ თუ გვინდა საქართველოს ეკონომიკა ფუნქციონირებდეს, საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი არის ტურიზმი და შესაბამისად არ შეიძლება ერთის მხრივ გინდოდეს ტურისტისგან ფინანსური სარგებელი და მეორეს მხრივ დამამცირებელი ან ამ პარტანული დამოკიდებულება ქონდეს. ძალიან კარგი იყო, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებებიდან ღირსერად მოხდა გამოხმაურება ჩვენ განცხადებაზე. შეხვდნენ ავიაკომპანიის წარმომადგენლებსაც, ამოვიღეთ სტატისტიკა. სტატისტიკა ძალიან კარგი არის, ვინაიდან 206,000 ტურისტი იყო 2024 წელს შემოსული ყაზახეთიდან და აქედან მხოლოდ 842 გაუშვეს უკან. ეს არის 0.5%-იც არ არის. ჩვენ ავდექით და გადავამოწმეთ უკვე ჩვენი არხებით, მაგალითად EAR-ასთანას სტატისტიკა ავიღეთ და მის სტატისტიკაში კიდევ უფრო დაბალი ციფრი დაგვხვდა 0.6%. თუმცა მიზეზი რა არის ხოლმე ზირთადად? იცით რა არის? ცხადია, რომ საზღვარს აქვს თავის პროტოკოლი, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და შესაბამისად იზრდება კრიმინოგენული მდგომარეობაც და საჭიროა ტურისტული ნაკადის კონტროლი. ცხადია, თუმცა
და ითხოვენ ჩვენს ავიზო რეჟიმი არ აქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მათ შორის ბევრ ქვეყანასთან და შესაბამისად ალტერნატივად ითხოვენ უკან დაბრუნების ბილეთს, ითხოვენ სასტუმროს ჯავშანს და თანხას. ამას თავის მეთოდიკა აქვს ამის მოთხოვნასაც და გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ზემოქმედების მომენტებსაც შეიცავს, რომ ადამიანი დაიბნება თუ არ დაიბნება, მაგრამ ერთის მხრივ არის დატრეინინგებული, ესე ვთქვათ, გადამზადებული მესაზღვრე, რომელიც ცდილობს ფსიქოლოგიურად გამოარკვიოს ვიზუალური გამორკვევის შემდგომ, ხოლო შემდგომ უკვე ტურისტი, იმიტომ რომ იქიდან ყველა ხო არ არის, ვთქვათ, იმ სიაში ან რეალურად დარღვევისთვის წამოსული. ძალიან ბევრი არის დიდია მანქანის ექსპორტი თქვენ სტატისტიკაში წინა ბლოკში გქონდათ. მინდა კითხოთ შემდეგ. ხო, ძალიან დიდია და შესაბამისად ეს მანქანები ძირითადია მანქანების რეექსპორტი და ექსპორტი ხდება პირადი ტრანსპორტირებით, ანუ ჩამოდიან, ყიდულობენ, ზრდებიან მანქანაზე და მიდიან და ესეც ხო ტურისტის ნაკადში აღიქმება. ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს საპირისპირო, რომ ისინი მოდიან, არადეკლარირებენ ფულს, მერე აქ უკვე მესაზღვრეები ნახულობენ ამ ფულს და შედგენილ ჯარიმას აწესებენ, მაგრამ 10% თქვა 50,000 ლარიდან 5,000 ლარი უკვე არის ის მიზეზი, რის გამოც შეიძლება ნეგატიური რაღაცა სტატუსი დაწერო, ან მეუღლეს დააწერონ და ასე შემდეგ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, პირველ რიგში საზღვართან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაპირების დონეზე და ფაქტობრივად ჯერჯერობით არაფერი ისეთი არ ამოვარდნილა მოგვარებულია საკითხი და აღარ უნდა ველოდოთ ესეთ გამწვავებას, ეს ფაქტიურად რაღაცა გამოფხიზლების როლი იმუშავა, თუმცა თქვენი ეთერითაც და სხვა ეთერებითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ვისარგებლოთ შემთხვევით და საქართველოს მოსახლეობას და მით უმეტეს ტურიზმში ჩართულ და თუნდაც არატურიზმში ჩართულ მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ თუ ჩვენ თავს ვიწონებთ სტუმართ მასპინძლობის და არა მხოლოდ თავმოწონება ეს ჩვენი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, მაშინ ადეკვატურად უნდა მოვიქცეთ. არ შეიძლება რომ აგრესიულად ან დამამცირებლად მოვეპყროთ ტურისტებს. შეიძლება სადღაც ისინიც რა თქმა უნდა სწოდავენ, მაგრამ გარკვეული მოთმინება უწევენ. არა მარტო ტურიზმის მიმართულება, იგივე უძრავი ქონების ნაწილში ყაზახეთის მოქალაქეები საკმაოდ აქტიურები იყვნენ, მაგალითად ზღვისპირეთის მიმართულებითაც არის ამის მეც ვიცი ეს პირადი მაგალითები ამ შემთხვევაში. ეკონომიკური კავშირები, მოკლედ დღეს როგორ გამოიყურება, ინტერესი ძირითადად აღუც ინვესტორების მიმართულებით წავიდეთ. ახლა რა არის ყაზახური მხარეს? ეხლა ესე ვთქვათ პირდაპირ კერძო ინვესტიციების ტემპი დავარდნილია. ფაქტიურად მცირე ზრდა არის, მოდი ესე ვთქვათ და არა როდესაც შეგვიძლია გქონდეს საკმაოდ მაღალი ზრდა. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო მიმართულებით არის გარკვეული ინვესტიციები, უნდა ვახსენოთ ფოთის ტერმინალი, რომელიც უახლოეს პერიოდში გაეშვება ფუნქციონირებაში და ყველა ის კომპანია, რომელიც საქართველოში უკვე ოპერირებს, ისინი განვითარების ეტაპზე არიან და რეინვესტიციასაც აკეთებენ და ვითარდებიან. კერძო ინვესტორებიც მოდიან, ცხადია და უძრავ ქონებას იძენენ, თუმცა სხვადასხვა მსგავსი ტიპის ინვესტორები ასეთმა ფაქტებმა დააფრთხეს. და ბევრი ისეთი კერძო შემთხვევა იყო, მაგალითად, რომელსაც ჩვენ განვიხილოთ, რომელიც ქართულმა მხარესთან გარკვეულ დავაში შევიდა და ეს დავა არ დამთავრდა სასამართლო ინსტანციებში და ეს საკითხებიც აფრთხობს მსგავს ტიპის ინვესტორებს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია უფრო დიდი ინვესტიციების მოზიდვა ყაზახეთიდან, მე პირადად ჩემი კომპანია ამაზე მუშაობდით და გვიმუშავია. თუმცა კიდევ ერთხელ მithქვამს ბევრჯერ თქვენ ეთერში და ეხლა გავიმეორებ, რომ საქართველოსთან შეთავაზებების დეფიციტია. კონკრეტულად დამუშავებული, უკვე გააზრებული და აი მხოლოდ ფინანსები რომ სჭირდება, ისეთი პროექტების დეფიციტია. თქვენ გაგიჭირდებათ რომ მითხრათ, სად შეიძლება თქვათ მოიძიოს ადამიანმა უკვე გამზადებული საინვესტიციო პროექტი და ეს იგივე ხდება ქვეყანაშიც. რატომ არის უძრავი ქონება ყველაზე, ეს თქვათ, დიდი ეკონომიკის დიდი ნაწილი, დეველოპმენტი. მარტივია, ნებართვას თუ აიღებ და საბანკო დაფინანსებას დააწევებ, უკვე საკუთარი კაპიტალი ცხადია სად უნდა წაიღო და ის დროშია შეზღუდული. კურორტები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ლოგისტიკური პროექტები, ძალიან დიდი, მათ შორის ენერგეტიკული პროექტები, ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, თუმცა დღეს არც შეთავაზებებია პროაქტიულად და შესაბამისად არც ინვესტიციის. თუმცა შესაძლებლობა ინვესტიციის მოზიდვის არსებობს, ანუ ფინანსურ ნაწილში შეიძლება კარგი შეთავაზებების არსებობის შემთხვევაში ინვესტიციის წამოღება ყაზახეთში. დიახ, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის, ყაზახეთი არის ცენტრალური აზიის ქვეყანა.
და გარშემორტყმულია ჩინეთით, არის რუსეთით და უზბეკეთით, ტაჯიკეთით, ყირგიზეთით, თურქმენეთით. შესაბამისად, საქართველოს ყაზახეთისთვის არის ერთგვარი ხიდი დასავლურ ბაზრებთან, როგორც ზღვასთან მიმართებაში, სუფთა ლოჯისტიკურად რო ვთქვათ, ასევე კულტურული კუთხითაც ეგ არის პირდაპირ ფრენა და უკვე გარკვეულ გარემოში ხარ, სადაც ბევრი ტურისტი ჩამოდის და ეს თავისას მაინც თავისნაირ გარემოს ქმნის. ყაზახებისთვის საქართველოს არის და იქნება მიმზიდველი, უბრალოდ საჭიროა კიდევ ერთხელ შეთავაზება, საჭიროა გარკვეული წესების დარეგულირება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, უკვე ის ინვესტიციები, ის ტურისტები, რომლებიც ნეგატივი მიიღეს გარკვეული, თუნდაც ცოტა იყოს, ისინი ძალიან ფართო რეზონანსს იწვევენ. ის ინვესტორები, რომლებიც ბარიერებს შეეჩეხნენ საქართველოში, იგივე ქართველი არაპატიოსანი პარტნიორიდან გამომდინარე და შემდგომ გაპრობლემებული სასამართლო პროცესები და ასე შემდეგ, ისინი შესაბამის რეზონანსს იწვევენ ნეგატიურს და უკვე ქვეყანაზე ყალიბდება, რომ კი შეიძლება, მაგრამ შეიძლება თავით შევიკავოთ და იქნებ სხვაგან უფრო უკეთესია. ამიტომ ამას უნდა ვერიდებოდეთ ყველა შრეში, ყველა დონეზე და მაქსიმალურად ვცდილობდეთ ნებისმიერი მიზნით ფულის მომტანი და დამხარჯავი სუბიექტი უნდა იყოს ჩვენთვის სამიზნე. უნდა გითხოთ ავტოექსპორტის, რეექსპორტის გაზრდა მაჩვენებელზე ყაზახეთის მიმართულებით ამ კუთხით რა ხდება თქვენს ახსენეთ რომ ბევრი ჩამოდის და თავად ახდენს ტრანსპორტირებას ეს მიმართულება ძალიან გაზრდილი განსაკუთრებით პირველ კვარტალში იყო. ძალიან დიდია ავტომანქანების ექსპორტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, აქ ძირითადად არის ყაზახეთი და ყირგიზეთი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მანქანები ბოლომდე არ ხვდება ამ ქვეყნებში. ყაზახეთი 20 მილიონიანი ბაზარია, ყირგიზეთი ძალიან პატარა არის, იმისთვის რომ ამდენი მანქანა იქ წავიდეს. რეალურად აქ არის ტექნიკური პრობლემა და არა რამე მაქინაცია, ვინაიდან როდესაც ექსპორტის დეკლარაციას ავსებ, იქ უბრალოდ წერ რომელ ქვეყანაში მიყავს და ეს ხდება სტატისტიკაში. ჩავწერ რომ მიყავს ყაზახეთში, თუმცა რო გადავალ საზღვარზე, რუსეთის საზღვარზე, მე სად გავყიდი მანქანას, ამას ვინ გააკონტროლებს, ხო? სტატისტიკურად ყაზახეთი არის მსხვილი საექსპორტო ბაზარი. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თლად ეგრეც არ არის სურათი, თუმცა არც პატარა არ არის. თუ ჩვენ ავიღებთ ომამდე პერიოდს, რუსეთ-უკრაინის ომამდე სანქციებამდე პერიოდს, ყაზახეთის ბაზარი მაინც იყო დაახლოებით 150 მილიონის ფარგლებში. ეს არ არის პატარა ბაზარი საქართველოს ეკონომიკისთვის და მისი თამდევი რაღაც ბაზრები არ იყო საერთოდ, მაგრამ ყაზახეთი იყო. ყაზახეთი იყო, დიახ, ყირგიზეთი არ იყო მაგალითად და გაჩნდა, ხო, ყაზახეთი ყოველთვის იყო და იქნება, თუმცა მე მინდა გავაფრთხილო ნებისმიერი ბაზარი, სადაც არ უნდა მიდიოდეს ეს მეორადი მანქანები, დაახლოებით 1,5 მილიარდიდან 2 მილიარდამდე არის მანქანების ექსპორტი საქართველოსდან ყოველწლიურად და ეს საკმაოდ დიდი ეკონომიკა არის და ამ ეკონომიკაში ჩართული არის უამრავი ადამიანი, როგორც იმპორტიორი, როგორც მანქანით მოვაჭრე, ასევე შემკეთებელი, ასევე ავტონაწილების იმპორტიორი და რეალიზატორი. ეს ძალიან დიდი დარგია და ცოტა რომ მოვწყვიტოთ და რეალობაში შევახედოთ, მაგალითად მე ყოველ ესე ვთქვათ პერიოდულად როცა ჩავდივარ ცენტრალურ აზიაში, ვხედავ რამდენად მზარდი არის ჩინური ავტოინდუსტრია. და რამდენად ხელმისაწვდომი და ხელშესახები ხდება და ჩინური იაფი და ხარისხიანი მანქანები, რაც აუცილებლად უკვე დიდი ეფექტი აქვს იმპორტზე. და გაცილებით მეტი იქნება უახლოეს პერიოდში. ამიტომ როგორც ხელისუფლება, ასევე კერძო სექტორი უკვე უნდა ფიქრობდეს ალტერნატივაზე ამ დარგის ძრახში შემცირების ტენდენციის დაჭერის შემთხვევაში. გარკვეულწილად რაღაც დისტემპი მაინც ყოველ შემთხვევაში იქნება წლების შემდეგ შემცირებული. ჩინური ავტოინდუსტრია ყველაფერზე ახდენს გავლენას, არა მარტო ამ მიმართულებით. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. წარმატებები გიორგი ჯახუხაშვილი, ყაზახურ-ქართულ ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე იყო ჩვენთან ერთად.